თავდაპირველად მარკეტოლოგებმა უნდა დაადგინონ მომხმარებელთა საჭიროებები და შეიცვალონ ის საჭირო სივრცე, რომელშიც თავად საქმიანობენ. ჩვენ 5 ძირითად კონცეფციას შევისწავლით: მოთხოვნილებას, სურვილსა და მოთხოვნას, მარკეტინგულ შეთავაზებას, ფასეულობასა და კმაყოფილებას, გაცვლას, გარიგებასა და ურთიერთობას და ბაზრებს. ერეული კონცეფცია, რომელიც მარკეტინგს უწევს საფუძვლად, ადამიანური მოთხოვნილებების კონცეფციაა. ადამიანური მოთხოვნილება საჭიროება არის საწყისი, ინსტინქტური ძალა, რომელიც წარმართავს ადამიანს რაღაცის გასაკეთებლად. იგი მოიცავს ძირითადად ფიზიკურ, საკვებით ჩაცმას, სითბურთა უსაფრთხოება, სოციალურ, სიყვარულის სიახლოვე და ურთიერთობა და ინდივიდუალური ცოდნის მიღება და თვითგამოხატვა. მოთხოვნილებებს ეს მოთხოვნილები მარკეტოლოგებს არ შეუქმნიათ, ისინი ადამიანური საწყისის ძირითად ნაწილს წარმოადგენს. სურვილი არის ფორმა, რომელსაც ადამიანის მოთხოვნილება იღებს კულტურული და პიროვნული ფაქტორების ზეგავლენით. ამერიკას აქვს ჭამის მოთხოვნილება, მაგრამ მას სურს მაკდონალდსის ჰამბურგერი, კარტოფილი ფრი და გამაგრებული სასმელი. ქართველსაც აქვს ჭამის მოთხოვნილება, მაგრამ მას სურს ხინკალი, მწვადი, კამობი და ასე შემდეგ. სურვილი ყალიბდება საზოგადოების მიერ და არის ის, რაც დააკმაყოფილებს მოთხოვნილებას, რომელსაც სურვილი უზრუნველყოფილია ფულით, ღებულად მოთხოვნას. საკუთარ სურვილებსა და რესურსებზე დაყრდნობით, ხალხი მოითხოვს პროდუქციას, რომელსაც უმაღლეს ფასეულობასა და კმაყოფილებას თავაზობს მათ. გამორჩეული მარკეტინგული კომპანიები ხალხონის არიშურებენ, რომ თავიანთი იდეოლების მოთხოვნილებები, სურვილები და მოთხოვნები უკვე შეიცვალონ. ისინი აწარმოებენ კვლევებსა და აანალიზებენ მათ. ყველა თანამშრომელს მაღალი რანგის მენეჯერის ჩათვლით ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს ყიდულთან. მაგალითად, კომპანია კაბელას დირექტორის მოადგილე ჯეიმს კაბელა ყოველ დილით საათობით კითხულობს კლიენტთა კომენტარებს და შემდეგ მათ პირადად აცნობს შესაძლოების განყოფილებას. საკპოსის მთავარი აღმოსავლელი დირექტორი ტონი შეი იყენებს ტვიტერს, რათა უფრო მჭიდრო კავშირი დაამყაროს კლიენტებთან და თანამშრომლებთან. 1,600,000 ადამიანი კითხულობს ტვიტერზე მის კომენტარებს. Procter and Gamble-ში კი აღმასრულებელი სკოლის მენეჯერები საკმაოდ დიდ დროს ხარჯავენ კლიენტებთან შეესწავლობაზე და მათთან ერთად საყიდადეს სიარულზეც კი. Procter and Gamble-ის ბრენდის მენეჯერები თუნდაც რამდენიმე კვირის განმავლობაში ცხოვრობენ ფინანსურად ყველაზე გაჭირებული მომხმარებლების შემოსავლების მიხედვით, რათა შეიცვალონ მათი ქცევა, საჭიროებები და იციან მათი ცხოვრების გაუმჯობესების გზები. მომხმარებელთა მოთხოვნილებებისა და სურვილების დაკმაყოფილება მარკეტინგული შეთავაზებებით ხდება. მარკეტინგული შეთავაზება არის მომხმარებელთა საჭიროებებისა და სურვილების დასაკმაყოფილებლად ბაზისათვის შესაბამისი პროდუქტის მომსახურების ინფორმაციისა და შთაბეჭდილებების კომბინაციის შეთავაზება. შეთავაზება არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკური პროდუქტით, ის ასევე მოიცავს მომსახურებას, არამატერიულ სარგებელს, რომელსაც მყიდველი იღებს და რომელიც შედეგადაც არ მოსდევს არანაირი ქონების ფლობელობაში გადასვლა. მაგალითად, საბანკო ავიახაზებისა და სასტუმროების მომსახურებები. მარკეტინგული შეთავაზება ასევე მოიცავს ისეთ კატეგორიებს, როგორიცაა ადამიანები, ადგილები, ორგანიზაციები, ინფორმაცია და იდეები. მაგალითად, სუფთა მიჩიგანის მარკეტინგულ კამპანიაში მიჩიგანის შტატი მოიაზრება ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილად, რომელიც საშუალებას აძლევს დასვენებას დღეასთან დაიბოდეს მიჩიგანის უბიწო და ხელმოხლებელი ბუნების წიაღში. აშშ სატყეო მეურნეობის სამსახური აქტიურად მოუწოდებს ახალგაზრდებს საკუთარი თვალით ნახონ ბუნების სილამაზეს და მშვენიება. მისი ვებგვერდი ეხმარება ბავშვებს და მათ მშობლებს აირჩიონ საპიკნიკო ადგილები და გასართობები. ცდება ის ორგანიზაცია, რომელიც მეტ ყურადღებას აქცევს პროდუქტის მახასიათებლებს, ვიდრე იმ სარგებელს და შთაბეჭდილებას, რომელსაც მყიდველი ამ პროდუქტის გამოყენებით იღებს. ასეთ ორგანიზაციებს სჭირთ ეს მარკეტინგული სიბეცე. ისინი არიან გადართული თავიანთი პროდუქტების თვისების ყოფაში, რომ ხედულობიდან კარგად მყიდველთა მომხმარებლებს. მათ აუწყებათ, რომ პროდუქტი მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტია, რომელსაც უნდა გადაჭროს მომხმარებლის პრობლემა. ფუნქციის წარმოება შესაძლოა იქონოს, რომ მყიდველს შეიძლება პულღი, მაგრამ ის, რაც სინამდვილეში ჭირდება მყიდველს დახვრეტის გაკეთება. ასეთ კომპანიებს ბაზარზე ახალი კონკურენტის გამოჩენის საფრთხე ემუქრებათ, ვინაიდან კონკურენტის პროდუქტმა შესაძლოა უფრო მეტად დააკმაყოფილოს მყიდველის მოთხოვნილება.
გამოცდილი მარკეტოლოგები იყურებენ უშუალოს ვიდრე პროდუქტებისა და მომსახურებების მახასიათებლებია. ისეთი მომხმარებლებისათვის ბრენდი მინიჭებულ საბრძოლოს ქმნიან. მაგალითად, ASUS-ის მანქანების ავტოპორტის ეროვნული ასოციაცია ხურბოლას უმაყურებენ უბრალოდ თვალს კი არ ადენებს, არამედ მთლიანად ერთებო მასში. ასევე კომპანია HP-ს მიაჩნია, რომ კომპიუტერი უფრო მეტია ვიდრე ვაფტვებისა და ელექტროკომპონენტების ნაკლები. კომპანიის ერთ-ერთი ყაუნჩი ნათქვამია, ალბათური დასაჯერებელია, რომ ყველაზე პირად ნივთი, რომელსაც ფლობთ, პერსონალური კომპიუტერია, რომელიც წარმოადგენს თქვენს ტვინის სარეზერვო აზრს. რაც თქვენ ცხოვრობთ, ეს თქვენი ავტობიოგრაფია, რომელიც იწერება ყოველდღიურად. მომხმარებლებს ზოგადად არაერთი პროდუქტით და მომსახურებით შეუძლიათ თავისი მოთხოვნილების დაკმაყოფილება. როგორ ხდება სასტიკი მარკეტინგული შეთავაზების არჩევა? მყიდველებს უყალიბდებათ მოლოდინი იმ ფასეულობისა და კმაყოფილების დონეზე, რაც შეიძლება მიიღონ ამა თუ იმ მარკეტინგული შეთავაზებების შესწავლის შედეგად. შენაძენი მყიდველი ისევე ყიდულობს იმავე პროდუქტს და თავის დაბაჭდილებას უზიარებს სხვებსაც. უკმაყოფილო კი უარყოფითად ახასიათებს ამ პროდუქტს და ხშირად კონკურენტების შეთავაზებაზე გადაერთება ხოლმე. მარკეტოლოგებმა მარკეტინგული შეთავაზების შესყიდვით მისაღები ფასეულობისა და სარგებლის მოლოდინის დონე ძალიან ფრთხილად უნდა მარტონ. თუ ისინი ამ მოლოდინს იმაზე დაბალ დონეს შექმნიან ვიდრე რეალობაა, მაშინ გაუჭირდებათ ახალი მყიდველის მოსვლა. თუმცა არსებული მომხმარებლები კმაყოფილები იქნებიან. თუ მოლოდინის დონე რეალურთან შედარებით მაღალი იქნება, მაშინ მყიდველები იმედგაცრუებით დარჩებიან. მყიდველთა ფასეულობა და კმაყოფილება არის წარმატების გარანტი, რათა განვითარდეს მომხმარებელთან ურთიერთობები და მოხდეს მათი მართვა. პიროვნება თავისი მოთხოვნილებებისა და სურვილების დაკმაყოფილებას გაცვლის მეშვეობით ახორციელებს. გაცვლა არის ვინმესგან სასურველი ნივთის მიღება, მისთვის საჭირო ნივთის შეთავაზების სანაცვლოდ. თუ უფრო განმორთოთ, მარკეტოლოგი ცდილობს ერთგვარი პასუხი მიიღოს თავის მარკეტინგულ შეთავაზებაზე. პასუხი არ შემოიფარგლება მხოლოდ პროდუქტისა და მომსახურების ყიდვით. მაგალითად, პოლიტიკური კანდიდატებისთვის მნიშვნელოვანია საარჩევნო ხმების მოგროვება, ეკლესიისთვის მრევლის ერთგულება, სოციალური ჯგუფებისთვის იდეების გაზიარება. მარკეტინგი შედგება მოქმედებებისაგან, რომელთა მიზანია შექმნას და შეინარჩუნოს სასურველი გაცვლაზე ორიენტირებული ურთიერთობები ბიზნესობრივ აუდიტორიასთან. უბრალოდ ახალი მყიდველების მოზიდვისა და მათთან გარიგების შექმნის გარდა, ორგანიზაციას მიზნად უნდა ჰქონდეს დასახული არსებული მყიდველების შენარჩუნება. მარკეტოლოგებს სურთ ძლიერი და მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბება მყიდველებთან, მათთვის მუდმივად საუკეთესო ფასეულობების და მიწოდების გზით. გაცვლისა და ურთიერთობების კონცეფციას მიყავართ ბაზრის კონცეფციამდე. ბაზარი წარმოადგენს გარკვეული პროდუქტისა თუ მომსახურებების არსებულ და პოტენციურ მყიდველთან ერთობლიობას. მყიდველები გაერთიანებული არიან განსაკუთრებული მოთხოვნილებებისა თუ სურვილის მიხედვით, რომელთა დაკმაყოფილებაც შესაძლოა გაცვლითი ურთიერთობებით. მარკეტინგი გულისხმობს ბაზრების ისეთ მართვას, რომლის შედეგადაც ყალიბდება მოგებიანი გაცვლითი ურთიერთობები. თუმცა გაცვლითი ურთიერთობების შექმნას მუშაობა სჭირდება. გამყიდველებმა უნდა მოიძიონ მყიდველები, განსაზღვრონ მათი მოთხოვნილებები, შექმნან სასურველი მარკეტინგული შეთავაზებები, დააწესონ ოპტიმალური ფასები, მოახდინონ შეთავაზების სტიმულირება, გაიტანონ შეთავაზება ბაზარზე და მიიტანონ მყიდველამდე. ძირითად მარკეტინგულ საქმიანობად მოიაზრება მომხმარებლების კვლევა, პროდუქტის განვითარება, კომუნიკაცია, დისტრიბუცია, ფასწარმოქმედება და მომსახურება. მიუხედავად იმ აზრისა, რომ მარკეტინგს ახორციელებენ გამყიდველები, რეალობაა, რომ მყიდველები დიდ როლს თამაშობენ მასში. მომხმარებლები ახორციელებენ მარკეტინგულ ფუნქციებს, როდესაც ეძებენ პროდუქტს, ურთიერთობენ კომპანიებთან, რათა მოიპოვონ ინფორმაცია და ყიდულობენ საქონელს. დღესდღეობით ციფრული ტექნოლოგიების, ვებგვერდების, სოციალური ქსელებისა და მობილური ტელეფონის ეპოქაში მომხმარებლები გაცილებით უფრო თავდაჯერებულები არიან არჩევანის გაკეთებისას, ხოლო მარკეტინგი იქცა ჭეშმარიტ ინტერაქტიულ მექანიზმად. ამდენად კლიენტთა ურთიერთობის მართვასთან ერთად, თანამედროვე მარკეტოლოგებმა უნდა შეძლონ ისეთი ურთიერთობის მართვაც, რომელსაც თვითონ კლიენტები მართავენ. მარკეტოლოგები აღარ სვამენ მხოლოდ ისეთ შეკითხვებს, როგორ მივაწოდოთ ხმა კლიენტებს. ისინი შემდეგ შეკითხვებსაც სვამენ, როგორ მოგვანახონ კლიენტებმა, ან როგორ მოიძიონ ჩვენმა კლიენტებმა ერთმანეთი.